სიამოვნებაზესო ქალბატონებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ზოგადად ყველა დღე არის ჩვენი, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებულად. გზავნილით მოვედი ქალღმერთებისგან, მაგრამ მანამდე, სანამ გზავნილზე გადავალ, მინდა შენ მოეშვა და დატკბე დღევანდელი დღით. არავის არ ეკუთვნის დღევანდელი დღე. არც მეგობარს, არც საყვარელ ადამიანს, არც შვილს, არც დეიდას, ბებიას და ასე შემდეგ. დღეს გვეკუთვნის დღევანდელი დღე მხოლოდ ჩვენ. უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადები ვართ ქალები, რამდენად დიდი ენერგია გაგვაჩნია, დიდი შინაგანი ძალა. გაახსენეთ თქვენ თავს, რას ნიშნავს იყოთ ქალი. რამდენად დიდი ძალა უფლება აქვს ქალს. გააღვიძეთ თქვენი შინაგანი ქალღმერთი. დედა ლილიტი და დედა გაია სწორედ ამისკენ გიბიძგებენ და გეუბნებიან. გააღვიძეთ თქვენი შინაგანი ქალღმერთი. თქვენივე ბედნიერებისთვის, თქვენივე ნაყოფიერებისთვის. იმიტომ რომ დღეს ვზრუნავთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. შეახსენეთ თქვენს თავს, რამდენად ლამაზები ხართ, განსაკუთრებულები. შემოქმედმა მოგცათ ყველაზე დიდი ნიჭი, ნაყოფიერების, სილამაზის, ვნების, ამ სამყაროს მატრიალებთ ქალბატონები. ქალი და კაცი თანასწორები არიან. არავინ არ თქვას, რომ ქალი არის სუსტი სქესი. ქალს იმდენი შეუძლია, ქალს იმდენი სატანა შეუძლია და თავად ქალი ქმნის ახალ ადამიანს, ახალ სამყაროს და ახალ galaktikas. არავის არ მისცეთ იმის საშუალება დედა ლილიტისგან გზავნილი, არავის არ მისცეთ იმის საშუალება რომ გითხრან რა არის სწორი, რა არ არის სწორი, როგორ უნდა იცხოვროთ, როგორ უნდა ჩაიცვათ, რა უნდა გააკეთოთ. ვისთან უნდა დაკავდეთ სიყვარულით. არავის არ მისცეთ უფლება რომ გასწავლონ რა უნდა გააკეთოთ, როდის უნდა აიმაღლოთ ხმა. ქალი როდესაც არის ჩუმად, მაშინაც კი მის სიტყვას აქვს უძლიერესი ფასი. ჩემო საყვარლებო, დღეს უბრალოდ მინდა მოდუნდეთ, მინდა დატკბეთ თქვენი თავით და იამაყოთ. ასევე აქ არის გზავნილი ქალღმერთ და ქურუმი ქალისგან, იემაიასგან, რომელიც გეუბნება თქვენ, რომ მისდიეთ თქვენ შინაგან ინტუიციას. თქვენ იცით ყველაზე სწორად რა არის ამ ეტაპზე კარგი თქვენთვის, სასარგებლო, მნიშვნელოვანი. ნუ ხუჭავთ თვალს სიმართლეზე. გამოუშვით თქვენ შიგნით, რაც გაქვთ სათქმელი. გაანებივრეთ თქვენი თავი. მეტად უსმინეთ თქვენს სხეულს. ნუ მალავთ თქვენ ფარულ სურვილებს. ნუ მალავთ იმას, რაც გაქვთ სათქმელი. დრო არის აიმაღლოთ თქვენი ხმა, თქვენი სურვილები. რაც არ უნდა აკრძალული გეჩვენოთ, აი რა სიტყვის, რა სიფიქრებს. ნუ ფიქრობთ ამაზე. თქვენ თქვით, ნუ კეტავთ თქვენს ქალურ ენერგიას. ნუ კეტავთ თქვენ სურვილებს. პირიქით. ქალღმერთი ფანთირი გეუბნებათ იმას, რომ დრო არის რადიკალური ცვლილებების, დრო არის აჩვენოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ მათ არ აქვთ უფლება თქვენი დაჩაგვის, რომ მათ არ აქვთ უფლება მოგექცნენ ესე უდიერად, როდემდე უნდა ითმინოთ. როდემდე. და ქალღმერთი ჰეკატე. სიბრძნის დედოფალი. მაგიის, ნეკრომაგიის დედა. გეუბნებათ ესეთ რაღაცას. გააღვიძეთ თქვენი შინაგანი ქალღმერთი. ესაუბრეთ თქვენ შინაგან ქალღმერთს და მხოლოდ მასთან მეგობრობით შეძლებთ დაიცვათ ბალანსი ამ ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში იყოთ სათანადო ადგილზე. ადამიანებმა გცემ პატივი და მოგექცნენ ისე, როგორც ნებისმიერი ქალი იმსახურებს ამას. და ნებისმიერი ქალი იცით რას იმსახურებს? დანახვას, სიყვარულს, ყურადღებას, მოფრთხილებას.
ნებისმიერ თქვენთაგანში ცხოვრობს ქალი და დედოფალი. უბრალოდ მას დანახვა სჭირდება, მას სითბო სჭირდება, სიყვარული სჭირდება, მოსმენა სჭირდება. ამ წამიდან უსმინეთ თქვენ შინაგან ქალღმერთს. გააღვიძეთ, შეიყვარეთ, მოეფერეთ, მიეცით მას ის, რაც სჭირდება, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენთვის ბედნიერების, ნაყოფიერების და ჰარმონიის გასაღები სწორედ აქ არის. ახლა კი შემოკარგებო, დატკბით დღევანდელი დღით. მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის ქალების გვერდით. იმიტომ რომ ჩვენ ვატრიალებთ ამ სამყაროს, ჩვენ ვართ ძალა. გლოცავთ მთელი გულით.